ონიანის იმ ვიდეო შემხვდა ასეთი რომ ქვეყანა ადექი რუსულად არის страна ставая огромная რასადგება ეხანდელი ახალგაზრდები აგერ ევროპელებსა და იმებს უკანა კანალში უძურებიან როგორ ადგება ახლა ქვეყანა რამე რო იყოს ან ახლა სტალინი დავანებოთ თავის საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვინ იყო არ იციან ეხანდელი ახალგაზრდები მით უმეტეს მერეც მწერალებს არ აცნობენ ეხანდელი ახალგაზრდები რო კითხო არ იციან ხო სტალინი საიდან ეცოდინებათ მე არ ვიცი სკოლაში აღარ ისწავლება სტალინი ისტორია აღარ ისწავლება მარტო ევროპული ისტორია ასწავლობენ მეტი არაფერი ევროპული ამერიკული და მორჩა გათავდა всё მათ ვინ არის ევროპა და ამერიკა რო წაიკითხო იმ ისტორია ქვეყნის ისტორიას აღარ ისწავლობენ აი ქვეყნის ისტორია და იმის ისტორია სტალინის ისტორია რო შეიტანონ კარგი იქნებოდა მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვი ვერ შეაქვს აგერ ჩვენი პოლიტიკოსი შენ რო იძახი რო გრიშა რო პუტინი უნდა გადადგეს აგერ ჩვენი ქვეყანა შეხედე რა დღეშია პუტინს რაღაც უყურებ პუტინთან სადღა მივდივარ როცა ეგ ჩემ თვალწინ ხდება ყველაფერი რა ფასებია და რა მათხოვარი პენსიები იძლევიან ჩვენი ქვეყანა როცა ჩვენი ქვეყანაში კიდევ ვიძახი კიდევაც მithქვია რომ შხამი რო გადააგდო ვარდია მაგრამ რატო ესენი რატომ უნდა ევროპელები უშლიან აგერ კახეთიდან ყურძენი რო ჩამოახოლმე გამოაგდებენ იმა გარეთ ის მე ვერ ყიდის ის ყურძენი და მე ყრის იმაში ბუნკერში ილპება და ყრის ზატო თურქები ირანელები უნდა შევიდნენ არ ვიცი ირანელები ჩამოაქ აღარ ჩამოაქ ირანელი თურქეთი კი შედის და თავის ისა ტყემაზე მჟავი ყურძენს ყიდის არა ფასებში ხო უნდა თქვათ მაგრამ ამაზე ხმა არავინ არ იღებს ამიტომაც როცა შენი ქვეყანა ესეთი დაბალი დონის არის და არც წარმოებები აქვს არც არაფერი არ აქვს არც ფაბრიკები აქვს არც ქარხნები აქვს და არც სოფლის მეურნეობა არც მესაქონლეობა მეღორეობა მეფრინველობა სად არის ეს ყველაფერი საკონსერვო ქარხნები სად არის კიდევ საქართველოში მრავალი იყო მე მახსოვს ახლა მე ჩემ ბავშვობაში რო დავდიოდი ხოლმე მარნეულში დავდიოდით ხოლმე ეკიტრი და პომიდორის საკრეფად ყურძნის საკრეფად მივდიოდით ხოლმე ახლომახლოს ხოლმე ქალაქების ახლომახლოს ხოლმე ვეხმარებოდით ხოლმე სად არის ეს ყველაფერი აღარ არის გაქრა ეხლა ისაც იმის მიხედით რომ ყურძენიც მოიყვანოს ისაც უფლება უნდა მისცენ ყველაფერი აკრძალულია საქართველოში რაღამ პუტინი უნდა გადადგეს კაცო გადადგეს ეგერ ჩვენი თავრობა დეგენერატი თავრობა რო ყავს გაუთლელი თავრობა რატომ არ გადადგება მოვლენ ალბათ ჭკვიანები არიან მე ვიცი რო არიან ჭკვიანებიც და მოვლენ რატო ეგ დებილები ევროპაში სწავლობდნენ კაი ნასწავლები არიან არა სამწუხაროდ ვიტყოდი რო არა ერთს რომ მივმატოთ ერთი ვერ გეტყვიან რამდენია ვერ გეტყვიან და ეს ქაღალდებს აფრიალებენ სინამდვილეში ხელში არაფერი არ აქვს და ქაღალდებს აფრიალებენ აგერ მერე გამოდგებიან ხოლმე საბჭოთა კავშირს ლანძღავენ ჯერ შენი თავი უნდა გალანძღო ვერ უთხარი ბატონო გრიშა რომ ჯერ ეს ამ თავრობამ თავის თავი უნდა გალანძღოს და მერე საბჭოთა კავშირი უნდა გალანძღოს ეს მე საბჭოთა კავშირის დროინდელი დაბადებული და გაზრდილი ვარ და ძალიან კარგად ვიცი საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა და გულზე მხდება ხოლმე რომ საბჭოთა კავშირზეც უც ლაპარაკობენ ეს გაუთლელები და გაუნათლებლები ევროპაში მიიღო განათლება ვიცი რა ევროპაში მიიღეს ეგენი განათლება დიპლომები ნაყიდები აქვს და გამოდიან და ქაღალდებს უბრალო ქაღალდებს ფარატინა ქაღალდებს აფრიალებენ ნეტა იმეში შემეყვანა და მაგ ქაღალდები თავზე გადამეხია ამ დამპლებს მაშინ იქნებოდა ყველაფერი კარგად
ქვეყანაზე არაფერი არ კეთდება. ის კვერები და რაღაცებს რო კეთდებია მეორე დღეისა ინგრევა მერე. და ხალხი გზები და სკვერები ჭამონ, ქარხნები სად არის, ფაბრიკები სად არის? არის რამე არ არის. ხალხს უპირდებია მე რამაფერი არ არის, დედამიწის ზურგზე არაფერს არ აკეთებენ. ხელფასები რამ ხელები აქვს? მართლა სტალინი რო ყოფილიყო, ნახე სიმაღლე და რიგის მიხედვით რო დააყენებდა, რას უზავდა? გენაცვალოს დედამ? და სააკაშვილები და ტიმოშენკოები სტალინი გახურეტილი ჩექმის გულისთვის განძღავდნენ და თან ისეთი ვარეცები ქონდა. იმდენი ჭირი მაგათ რომ მაგას არ ქონდა, მართლა ვარეცები და ისა გახურეტილი ჩექმით დაასაფლავეს კაცი. და რა 900 მანეთიც არ ქონდა, 800 მანეთი ქონდა ხელფასი. დანარჩენ ჩინოვნიკები 500-400 ლარი მანეთები ქონდა. ეგენც მე მასწავლიან რაღა ჭკუას. დეგენერატები ესენი. და გამოდგებიან და აი კომუნისტებს ლანძღავენ და აგინებენ 9 მაისს კიდევ შემხვდა ესეთი რაღაცა რომ რა ვიცი ვერ გადმოგცემ. ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა და სტალინს აგინებდა. ერთი მაგისიო და ერთი ქანთარიას დედაცაო. და თავის დედას ვერ ხედავს. ვერც ქანთარიამა და იმ სტალინმა და ესენი ყველანი თელი ის რო არ გაითავისუფლებინათ ქვეყანა, ეგ აღარ იქნებოდა. თავისუფლები და ისა ბებიები და ბაბუები გაზის კამერაში დაიხოცებოდნენ. გიტლერი არ აპატეებდა. გიტლერი ხო ის იყო ფაშისტი. ეხლაც იწყება ეს ფაშისტობა, განა არა. მე ვხედავ ხოლმე ხშირ შემთხვევაში როგორ იმასაშვებიან ამ ფაშისტებს ფაშისტური, აბა ესენი მეხუთე კოლონია, ოპოზიცია ვინ არის? ფაშისტები არიან. ქვეყანას ყიდიან ფაშისტები არიან. იყო 41-დან 45 წლამდე იყო ესეთი რაღაცა რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი ბრძოლობდნენ და იყვნენ ბენდერები. ეგაც ვიცი, ეგ ისტორიაც ვიცი. კაჩინსკი იმას რა ქვია ბელარუსიაში სოფელი კაჩინსკი იყო და სულ აწიოკეს და დახოცეს უკრაინელებმა. ეგონათ რომ ასე იგი გიტლერი ეშველებოდა და გიტლერი შეიფარებდა. მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ მოხდა. მერე წავიდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში დაიბნენ. დაბნეულები იყვნენ. ნუ აქაც იყვნენ გიტლერისტები, მე შემიხვედრებია, მაგრამ ეგენი არ ამჟღამებდნენ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში გაჩუმებულები იყვნენ. ეხლა რაღაც სტალინი აღარ არის კუმფეხი გამოყო თუ რაღაცა არ ვიცი მე. ასე რომ ამათ ერთი სტალინის ნაირი ადამიანი უნდა დააყენოს სიმაღლე და რიგის მიხედვით და მიახრიდოს. აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. მერე იქნება ქარხნებიც, ფაბრიკებიც, სოფლის მეურნეობაც, მეფრინველობა, მეღორეობა, მესაქონლეობაც იქნება, ყველაფერი იქნება. ყველაფერი რიგზე დადგება. ასე რომ ვინამ სტალინის ნაირი ადამიანი არ დაიბადა და არ იქნება, მანამდე ქვეყანას არაფერს არ ეშველება. სტალინმა ქვეყანას რა გააკეთა, ბევრი რამან გააკეთა საქართველოსთვის სტალინმა, მაგრამ უნახავმა რა ნახავ და მე კიდევ რას ნახავსო. ამათი საქმე ეგრეა, უნახავმა რა ნახავ, მე კიდევ რას ნახავსო. ასე რომ დროებით ბატონო გრიშა.